ოპერაცია ჩამიტარდა. Dazzini var vaqtlar tavdan dazzini sadli yetkavim. სახისარეში იყო, აი ამარეში იყო სახისარეცულები იყო ჩამწრეული, ფირფიტები ჩამიმდგეს, ამოსადებია კიდე გასაკეთებელია ოპერაცია და რავი ერთი კვირა სამართლობაში ვიყავი დაახლოებით ზუსტად არ მოსულ შეიძლება 5-6 დღე რა. რაინაკეთ ის ადამიანი, ვინც გესწოლათ თქვენ ეს ნივთი. პირადად მე ვინც მესროლა ის ადამიანი მე არ ვიცი ვინც დამაზიანა არ დამინახავს ეს აქციიდან წამოსული აქციის მონაწილეებიდან წამოსული ქვა იყო და რა მართულებით იყურებოდა როდესაც ეს დაზიანება მიიღო სახით ვიდექი რუსთაველის კავშირის პირდაპირ მასიურად ამოვიდა აშკარად ხათმეთ ასეც მე ვხედავდი დაგიტად დავზიანდი ამ ქვიშით გაკეთდეს ბაკურიანის ბოთლები იყო ნატეხები ტინის ნატეხები შენი თვალით ნანახი დავინახე კიდევაც რომ მომხდა რა ნუ პროვინციები ამოდენობა ეს ბოთლი და რაღაცას მაგრამ ისე უგენცად მომხდა ნუ პარო მომხდა მაგ ეს დავინახე რა რუსთაველის რაინახეთ ის პირივით ისურდა არა პირი არ დამინახავს იმიტომ რომ თეღანაც ვახსენე რომ პირბადებით იყვნენ და კიდე თქვა რაღაც შედეგულებებით რომ არ დამინახავს სიმართლეობით ეს დავინახე ვერ ვერანაირად რომ ვინმე დავინახე რომ უშუალოდ უნდა ეს ლევანდოთ სასამართლო პროცესი ასევე დადასტურდა რომ გამოძიება ასევე აყალბებს მტკიცებულებებს და ამის ნათელი მაგალითი იყო განცხადება რომელიც საქმიდან გამქრალი ქონათ მაგრამ მათ სამწუხაროდ მე-11 ტომის გაცვლის ოფში იყო მოყოლილი რამაც დაადასტურა ის რომ თვითონ პროკურორიც უტიფრად იძახის რომ მსგავს დოკუმენტს ადგილი არ ქონია ეს იმას ნიშნავს რომ როდესაც ამ განცხადებებს წერდნენ სამედიცინო დოკუმენტაციაზე ეს ადამიანები არ ავსებდნენ და უბრალოდ გამომძიებელი ავსებდა საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტაციას რაც შეეხება დანარჩენ 4 მოწმეს რომელიც დაიკითხა ვნახეთ რომ ეს მოწმეებიც წინა პროცესებზეც იდენტურ ჩვენებებს აძლევენ და მათი იდენტური ჩვენება არის ის რომ რეალურად ფაქტი არ დაუნახავთ არ შესწრებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას არანაირი პატაკი არ დაუწერიათ რომ აი მე ამ დანაშაულს შევესწარ და ერთ-ერთმა პატრულის თანამშრომელმა ისაც კი თქვა რომ აი 28-ში რომ ძალადობა მიმდინარეობდა მისი აღქმით პირველში იგივე ეკიპირებით გამიშვეს ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო უწყებები თუ ესეთ ძალადობა მიმდინარეობდა ამ თანამშრომლებს წირავდნენ რომ განზრახ მიეღოთ ეს დაზიანებები ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე თითქმის ყველა მოწმეს წამწყობად უკეთებთ იმას, რომ ვიცნობთ უკვე მის გამოკითხვის აქვს, ვიცით რომ იქ არანაირი საინტერესო ინფორმაცია არ არის სასამართლოსთვის, მიუხედავად ამისა მოწმეები მოდიან. აღნიშნულ საკ ერთადერთი მიზანი ეს არის ბრალდებულების დისკრედიტაცია საზოგადოებაში, იმისთვის რომ საბოლოო მიღებული ნეგატიური გადაწყვეტილება, გამომწყობებელი გადაწყვეტილების სახით არ აღმოჩნდეს მიმოსთვის სიურპრიზი და ამისთვის ამზადებენ კონტექსტს.